გაყიდულა თურმე და ასე შემდეგ. ის ადამიანები, რომლებსაც ესე იგი ელემენტარულ მარტივ, ესე იგი საკითხებს, სულიერ საკითხებზე საუბრები, თქვათ ისეთი როგორიც არის არ შეიძლება ოჯახის დაგეგმარება, კონტრაცეპტივების გამოყენება, საკეისრო კვეთა, არ შეიძლება იგივე ვთქვათ, ეგრე პირდაპირ წერია ბიბლიაში, რომ აი ესეთ მარტივი თემები ვთქვათ, რომ შეჩვენებულ და ერთმა დიდმა მღვდელმთავარმა მე შემისწორა შეჩვენებულ და წეული იყოს, რომ ასე წერიო, და წერია რომ ის დედაკაცი, რომელიც მამაკაცის 60-ლით შეიმოსოსო. აი ეს შეჩვენებაში მყოფი ადამიანი, აი დღეს ახლა არის ზაფხული და ერთ ელემენტარულს ვერ ხვდება დაუშვათ მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომ გაშიშვლება აი ასე საჯაროდ და ზღვის ნაპირზე არ შეიძლება და შემერცხვენია ნამდვილად ის ადამიანები, რომლებიც თავის მეუღლეებს აშიშვლებენ, ყველას დასანახად, ხო? აი ესეთ ელემენტარულ პატარა საკითხებზე ვერ შევთანხმებულოთ და ვერ მოერია ეს ადამიანი თავის თავს და უნდა ვისაუბროთ ჩვენ ისეთ მაღალ საფრთხისმეტყველო საკითხზე, როგორც არის ესე იგი ანტიქრისტეს ბეჭედი და ეს ელექტრონული პასპორტები თუ სხვა. ანუ ვერც იყიდის და ვერ ანუ ეს არის სოციალურ ურთიერთობაში ყველაზე უფრო ფუნდამენტალური ეს იქნება რა ქვია მნიშვნელობა მიენიჭება ამას ანუ შენ თუ არ იქნები ჩართული ამ სისტემაში რაღაცა სისტემაში რომელიც ბეჭდის სახით ანუ ბიბლიურად ბეჭედი მაგრამ თანამედროვე ენაზე როგორც შემდეგ გამმარტავთ კიდევ ეს არის ელექტრონული ბიოჩიპი რომელიც იმპლანტირება ხდება ადამიანის ორგანიზმში, რაც ვნახეთ ახლა ვიხილეთ ჩვენ ხო ეკრანზე. ის ადამიანი ვერც იყიდის და ვერც გაყიდის, ანუ ფაქტიურად ვერანაირი საზოგადოებიდან იქნება განკვეთილი. ყველანაირად, აბსოლუტურად ყველანაირი გაგებით. ეს იქნება ჩვეულებრივად საზრდოს ვერ იყიდის ვერაფერს, სამედიცინო მომსახურებას ვერ მიიღებს ვერც ერთს, ვერ მოძრავებს ვერსად ფაქტიურად ტრანსპორტში ვერ შევა, ანუ ვერ გადაადგილდება, ვერაფერს ვერ გააკეთებს, ხო ამის უმისვოდ. და შემდეგ აკადულად მიხვდება რომ სწორედ ამაზეა საუბარი. მაგალითად ერთი ის რომ მარჯვენა ხელში და შუბლში მაინც და მაინც იდგმება ეს იმპლანტანტი. ანუ ჩვენ ვიცით რომ იყო ასეთი კვლევა, ძალიან დიდი თანხები იქნა დახარჯული რომ ადამიანის ორგანიზმში მოეძიათ ისეთი ადგილი რომელიც იქნებოდა კვების წყარო, რომ არ დაჭერდებოდა ანუ ის იმპლანტანტი თვითონ ის არის ელექტრონული მოწყობილობა, სადღაც 250 მიკრონაწილისგან შემდგარი. ამ ეტაპზე ასე არის, მაგრამ შემდეგ ნანოტექნოლოგიები ამ ტექნოლოგიებით მიაღწევენ იმას, რომ ეს კიდევ უფრო მეტად შემცირდება და სულ სხვა ფორმა შეიცვლის, მაგრამ არსობრივად არაფერი არ შეიცვლება. და შემდეგ ესე იგი აი ეს ადგილები იქნა მოძიებული ადამიანის ორგანიზმში ორი, მარჯვენა ხელი და შუბლი, სადაც იმ ხელაზე ისე ჩქარა ხდება ტემპერატურის ცვალებადობა, რომ ეს ქმნის ისეთ მუხტს, რომელიც საკმარისი არის, რომ იქნეს გამოყენებული ამ იმპლანტანტისთვის, ესე იგი კვების წყაროდ. ეს ერთი მარჯვენა ხელი და შუბლი. მეორე ესე იგი უშუალოდ რიცხვ 666 შეიცავს 666 არის თუ არა 666 შეიცავს ეს არის ჩვენთვის გასაგებად უბრალოდ იმისთვის რომ გამხსნელი კოდი ამ ინფორმაციების ანუ აქ არის შტრიხ კოდის სისტემა და გამხსნელი კოდი არის 666 აბსოლუტურად ყველა შტრიხ კოდის რომელიც კი არსებობს დღეს ყველა პროდუქცია ამ ოთახშიც ალბათ აგერ აქ შეიძლება მაგიდაზე ძალიან ბევრი რამე დევს უკვე სადაც შტრიხი ან ჩვენ თვალი მიეცვია უკვე ამას აქ არაფერს ვერ ხედავთ და გამხსნელი კოდი არის რაც არ უნდა თქვა ახლა შეიძლება ვიღაცები შეიარაღდნენ ახლა საწინააღმდეგოს დამტკიცება დაიწყონ და ამისთვის ყველა მართლმორწმუნე ადამიანი მზად უნდა იყოს და არ შეიძლება უცებ ყველაფრის დაჯერება ასე ვთქვათ შეიძლება საწინააღმდეგო დამტკიცონ მაგრამ ეს ასე არის ეს მეცნიერულად დადგენილია რა თქმა უნდა ეს კოდი შეიცავს ჩვეულებრივად ეს ნებისმიერ ადამიანს რომელსაც ოდნავ მაინც მიუწვდება თუნდაც ინტერნეტთან ხელი თუნდაც მეცნიერებთან შეუძლია თავისუფლად ეს აქ სიახლე არაფერი არ არის მაგრამ აქ არის ახლა თვითონ ის 666 ეს მეორე შემდეგი არის ნიშანი ის არის რომ ესე იგი ეს ფაქტურად შეცვლის ელექტრონულ პირადობის მოწმობებს და ფულსაც შეცვლის აბსოლუტურად ყველაფერს კრედიტ ბარათებს შეცვლის ტრანსპორტის ბარათებს შეცვლის ყველაფერს რაც კი არის აბსოლუტურად ელექტრონულ ლენტაზე აგებული ასე ვთქვათ და არა მარტო ისინი ყველაფერს შეცვლის და აქ იქნება ინფორმაციის თავმოყრა ყველაფრის რომლის ბაზა იქნება არა თვითონ ამ იმპლანტირებულ რაღაც ელემენტში ამის ბაზა იქნება თანამგზავრად გადაცემულ სადღაც ერთ კომპიუტერში აქ ადგილობრივ კომპიუტერში რომელიც მთლიანად იქნება აწყობილი იმაზე რომ გადასცეს ეს ბაზა კიდევ გადაიტანოს იქით ევროპაში და ამაზეც ალბათ ცალკე მე ვისაუბრებ სად და ესე იგი შემდეგ ხდება ასეთი რაღაცა რომ ვერც იყიდი და ვერც გაყიდი, ამით დასტურდება, შენ თუ არ გიქნება ის კონკრეტული რაღაცა მარჯვენა ხელში და შუბლში, ხო? ის გარდა ამისა ჩვენ შიგნით ისე როცა ეს ჯვარი წერია ჩვენ
როცა ეს იმპლანტანტი შევა ესე იგი ადამიანის ორგანიზმში, ფაქტურად კიდევ ბევრი სხვა საკითხების გარდა იქნება ასეთი რამ, რომ იქ დაფიქსირდება ჩემი გულის ცემა, ჩემი შინაგანი მდგომარეობა, ეს ჯანმრთელობის, მე ვსაუბრობ მაგაზე, რომ სადღაც დავფიქსირდები მე ესე იგი ჯანდაცვის რაღაც სისტემაში დაუშვათ რაღაც საკითხთან დაკავშირებით თუ ნებისმიერ ქსელში დაუშვათ გაყიდვების ქსელში თუ სხვაგან შინაგანი ჩემი მდგომარეობა ამ წუთას ხო ყველაფერი აბსოლუტურად შინაგანი დაფიქსირდება ერთის გარდა ერთი რა ხდება ჩემს გულში ამის მხოლოდ და მხოლოდ მიხვედრას შეძლებს ამის მაკონტროლებელი ადამიანი და ამაში არის სწორედ კიდევ ერთი პატარა ასე ვთქვათ ღია ფანჯარა სადაც შეგვიძლია ჩვენ ნახოთ დავინახოთ რა შეა საქმე რომ ღმერთი რომელიც ყოვლის მხედველი და ყველაფერს ხედავს ის ადამიანის ის კომპიუტერის ყველაფერს დაინახავს ბუნებრივია გარდა იმისა რაც ხდება ჩემს გულში დიახ ეს არის პასპორტის უშუალოდ ელექტრონულზე რო ვილაპარაკო ელექტრონული პასპორტი ეს წინასახე ანტიქრისტეს ბეჭდის იმიტომ არის რომ ეს უკვე სისტემა ჩვენ ანუ შევდივართ ელექტრონული სისტემის საკონცენტრაციო ბანაკში ამით ფაქტობრივად ჩვენ ამითი უკვე ხელს ვაწერთ რომ ელექტრონულ სისტემაში გავწევრიანდეთ და ვიყოთ ამ ვირტუალური სამყაროს მონები ასე ვთქვათ რა სადაც აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი ყველა ამოსუნთქვა ჩასუნთქვა და აბსოლუტურად ყველაფერი იქნება დაფიქსირებული და გაკონტროლებული და ვინ რაში გამოიყენებს ამას ეს ჩვენ კარგად ვიცით იგივე ესე იგი გამოცხადებიდან ხო თუნდაც ვინ გამოიყენებს ამას ვინ ემზადება ამის ვინ ამზადებს ამას ყველაფერს ხო ეს არის წინა პერიოდი წინა ტოტალური კონტროლის სისტემა ამას ბრძანებთ თქვენ უნებრივია მე ვამბობ ამას ამბობს ყველა მამები რომ ტოტალური კონტროლის სისტემა შეიქმნება იმისთვის რომ შეიქმნას ახალი მსოფლიო სახელმწიფო ისეთი აი როგორც მაგალითად პირველშვილობილი ამის არის ევროკავშირი ხო როგორც შეიქმნა შემდეგ ეს კიდევ უფრო მეტად განვითარდება ასე ვთქვათ ნუ ანუ საზღვრებს გარეშე მსოფლიო საზღვრებს გარეშე გარკვეულწილად მსოფლიო შეიძლება რაღაც ესეთი ღია მუზეუმის დონეზე იყოს დარჩენილი რაღაც საფლავური ქვეყნები ვთქვათ და ეს ყველაფერი ჭირდება იმისთვის სატანას ჭირდება ეს ყველაფერი იმისთვის რომ ბოლო ჟამს მოავლინოს მისი მსახური განხორციელდეს ასე ვთქვათ შევიდეს მასში და არის ამის მოსაზრებები რომ შესაძლებელია ეს ჟამიც დადგა უკვე თუმცა ამის დამოწმება დღესდღეობით არავის არ შეუძლია რომ ეს ჟამი უკვე დადგა რომ ის განხორციელება მასში არის შესული ვიღაცა არსებაში პიროვნებაში რომელიც მეძავე ქალისგან იშვა რომელიც ფაქტობრივად ამზადებს მსოფლიოს კონტროლისთვის ჭირდება მას ჭირდება იმისთვის რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი წარწყნოს მაგრამ ფული არ ჭირდება და არაფერი